პროგრამა Big Saati. ძალიან მნიშვნელოვან ლიტერატურულ პრემიაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც უკვე დამთავრდა, დაგვირგვინდა და შეგვიძლია შედეგები უკვე გაგაცნოს თქვენ. თუმცა ჯერ გეტყვით იმას, რომ მე-6 საავტორო სკოლის ინიციატივით დაარსდა ქართველი პოეტისა და მთარგმნელის მე-6 საავტორო სკოლის დამფუძნებლისა და პედაგოგის პაკო ამირან-სვიმონიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია ამირანი. ჩვენ ამის შესახებ პირდაპირ ეთერში ვისაუბრეთ, ჩართვაც ჰქონდა, ვცდილობდით რომ თვალყური გვედევნებინა სწორედ ამ პრემიისთვის და ახლა უკვე შეგვიძლია დასრულებული სახე წარმოგიდგინოთ, იმიტომ რომ 31 მაისს ანუ გუშინ უკვე გამარჯვებულები გამოვლინდნენ და დაგვირგვინდა ეს ყველაფერი. მე წარმოგიდგენთ ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებს, როგორც გამარჯვებულებს, ასევე ორგანიზატორებს, იდეის ავტორებს და ჟიურის წევრსაც და დავიწყოთ იმით, რომ ბატონი დავით დუმბაძე შემოგვიერთა დილამშვიდობისა, მოგესალმებით, გახლავთ გამარჯვებული და თუ რა მოიპოვა მან ამის შესახებ ვისაუბრებთ. ასევე სალომე ბარბაქაძე, ლიზი ბუდაღაშვილი და კონკურსის იდეის ავტორი მე-6 საავტორო სკოლის გერმანული ენის კათედრის გამგე ბატონი კაკი კენჭოშვილი, მოგესალმებით და ამ შემთხვევაში განსხვავებული ამპლუით უნდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, რომლის ხმაც თქვენ გესმით ყოველ დილას და ეს ადამიანი გახლავთ ქალბატონი ეკატერინე ტალახაძე და ამ შემთხვევაში წარმოგიდგენთ როგორც ჟიურის წევრს და საღამოს წამყვანს. ხომ არ შეგვარცხვინა ეკამ ხო არაჩვეულებრივად ჩაიარა ყველაფერმა. ჩაიარა გუშინდელი საღამოს, ახლა შეიძლება ალბათ ნერვიულობდა კიდევაც, გასაგები არის, მაგრამ ყველა ესეთი კმაყოფილი არის, განსაკუთრებით ბავშვები. სხვანაირ პასუხს არც ველოდით. ფოტოშოპის აქ კიდევ ერთი საინტერესო მომენტი იყო, რაც ეხება კაკის. კაკი გახდათ ამ პრემიის დაარსების იდეის ავტორი, თავის დააცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი მასშტაბური ჩვენ კი გვსმენია ესა თუ ის ლიტერატურული კონკურსები სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი, მაგრამ ასეთი მასშტაბური ნამდვილად დღემდე არ გვინახავს და რას გულისხმობ. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და ფეხთა-ფეხ დადიოდნენ ეს ადამიანები ჯერ კიდევ მაშინ, როცა ინფორმაცია მისაწოდებელი იყო მათთვის რა დატარდებოდა და რა პირობებით და თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ გალის რაიონიდანაც კი ყავდნენ კონკურსანტები სამწუხაროდ ჩვენ მეტად ვერ ვახერხებთ მათთან ურთიერთობას, გასაგები მიზეზების გამო. კი ბატონო. კაკი ვერ ესწრებოდა გუშინდელ საღამოს და დავიწყეთ თუ არა საღამო რომ ვიკითხე სად არის კაკი და სიმართლე გითხრათ ისეთი გულის წყვეტა იყო, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რასაც მე ვუყური ამ 2 თვის განმავლობაში არა მხოლოდ საორგანიზაციო საკითხები, მთელი თავისი ხორცი, წული, შეგნებით, შეგრძნებით იყო ჩაბმული ამ პროცესებში და ის თუ გამოვიდა ასე კარგი ეს საღამო, დიდწილად კაკის დამსახურება იყო და დიდი საინტერესო ჯგუფი იყო. თუმცა ეს მე არა მარტო მე არამედ ყველა იმ ჩართული ამ კონკურსის ორგანიზაციაში. მოდით როგორ დაიწყო ეს ყველაფერი ქრონოლოგიურად რომ ვიყოთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ ჩაერთო. თავისთავად ხო უბრალოდ ოდნავ ლირიული და ცოტა მელანქოლიური გადახვევის გაკეთება მომიწევს, მაგრამ ესე იგი თვითონ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ესე იგი პაკო ამირან-სვიმონიშვილის სახელობის პრემია არის. პაკო, ვინც იცნობდა პაკოს მის შესახებ ყველაფერი იცის, რომ ის გახდოთ როგორც თქვენ ბრძანეთ ახალგაზრდა პოეტი, მთარგმნელი, შემოქმედი და თვითონ ამ მე-6 საავტორო სკოლის დამფუძნებელი, რომელიც 1 წლის წინ უდროოდ გამოგვეთხოვა რაღაც ძიმე ავადმყოფობის შედეგად. და ისორი პაკოს გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისი მეგობრები ოჯახი რაღაც ვიճექით რაღაც საუბრობდით, რა შეიძლება გააკეთოთ, თქვათ ისეთი პაკოსთვის, თუ როგორც მისი სახელისთვის, ხო, ეს იდეაც კი არ ბოლომდე არც კი ვიყავით დარწმუნებული, რა უნდა გავუკეთებინ, უცებ გაგვიჩნდა იდეა, რომ პრინციპში პაკორისთვისაც ცხოვრობდა. ერთი მხრივ შემოქმედი იყო ლექსები, მაგრამ ის მსოფლმხედველობა, მისი ცხოვრება იყო თავიდან ბოლომდე გამსჭვალული იმ აზრით, რადგან ის თან ამავე დროს იყო მე-6 საავტორო სკოლის პედაგოგი, რომ ბავშვებისთვის ეკეთებინა მუდამ რაღაც კარგი. ეს აღმოეჩინა მათი ნიჭი, ხელი შეეწყო მათთვის, მათი განვითარებისთვის და ასე შემდეგ. ეხლა უბრალოდ ერთი მაგალითი უნდა მოვიყვანო, რაღაც რამოდენიმე წლის წინ უცხოეთში იმყოფებოდა საშობაოდ. გერმანიაში და შვეიცარიაში.
და წარმოიდგინეთ ამ საშობაო პერიოდში მასწავლებელი და არ ვიცი რომელი მასწავლებელი გააკეთებს ამას, ესე იგი იქიდან წერილებს უგზავნიდა თავის მოსწავლეებს და ესაუბრებოდა ამ წერილებში ნიცშეზე და ჰაიდეგერზე და იმ ადგილებზე და იმ სხვადასხვა მუზეუმებზე, რომელიც იქ ნახა. ხა მე თვითონაც მასწავლებელი ვარ. ხა წერილის გაგზავნა ვიცი მე შეყვარებულისთვის და ოჯახის წევრისთვის, მაგრამ ესე იგი რომელი მასწავლებელი გააკეთებს ამას, რომ უცხოეთიდან თავის მოსწავლეებს წერილები უგზავნოს. სულით ხორცამდე პედაგოგი. აქედან გამომდინარე გაგვიჩნდა ეს იდეა, რომ თუ გვინდა რამის გაკეთება, უნდა გავაკეთოთ ის, რისთვისაც ეს ადამიანი ცხოვრობდა. ეს არის ბავშვებისთვის სხვა ჩერს კაკი ერთი მინდა ვთქვა, აი ეს წერილი გუშინ საღამოს საჯაროდ წაუკითხა ჩვენს ფინალისტებს ირაკლი კაკაბაძემ, ფილოსოფოსმა და ეს იმდენად ემოციური და შთამბეჭდავი მონაკვეთი ამ საღამოს და არა მხოლოდ ეს. ერთი მინდა ხაზგასმით აღნიშნო, ალბათ ჩვენი ფინალისტების დამეთანხმებიან, რომ ბევრი გვინახავს ასეთი საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი, მაგრამ იმდენად უშუალო იყო ეს ყველაფერი. ალბათ იმიტომ კაკი, რომ ეს ბავშვებს უკავშირდებოდა. იქ ისეთი იმპროვიზაციული მომენტებიც ბევრი ნახე. ის რომ გურამ დოჩანაშვილი გამოჩნდა დარბაზში და ერთ-ერთმა ჩვენმა ფინალისტმა არ ვიცი საოცარი ტექსტით მიმართა და ქედი მოიხარა ამ ადამიანის წინაშე და სულ ასეთი იმპროვიზაციული მომენტებით გულწრფელი კეთილი საღამო გამოჩენაც. მოდით ბავშვებსაც მივესალმოთ. ახლა მე მაინტერესებს როგორ ჩაერთნენ ამ ყველაფერში, იმიტომ რომ მე მახსოვს, როდესაც ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა და ძალიან რთულ დღეში ჩააგდეთ თქვენ ჟიურის წევრები, იმიტომ რომ ფაქტობრივად ძალიან დიდი დილემის წინაშე იდგნენ ისინი. ყველგან კითხულობდნენ, აი ეკას შემთხვევაში შუქნიშანზეც კი იდგა და კითხულობდა თქვენს ნამუშევრებს და ძალიან გაუჭირდათ. მე თავად ვარ მომსწრი ამ ყველაფერს, რომ გაუჭირდათ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევა. თქვენ რა დამოკიდებულება გქონდათ ამ ყველაფერთან და რა თქმა უნდა თქვენს ნამუშევრებსაც რამდენიმე სიტყვით რომ ვისაუბროთ თუ შეიძლება. დავიწყოთ თქვენგან. ანუ მე ამ კონკურსის შესახებ გავიგე ინტერნეტ სივრციდან. დიახ. და მივიღე მონაწილეობა სამივე ნომინაციაში. რა თქმა უნდა თავიდან არც კი ვიცოდი ბატონი ამირანის შესახებ და მიხარია რომ ამ კონკურსმა მომცა იმის შესაძლებლობა რომ ასეთი კარგი პოეტი გამეცნო და აუცილებლად ჩავუღრმავდები მის პოეზიას მომავალში. როდესაც გამოვაგზავნე ნაშრომები, მაშინ ნერვიულობა უფრო ნაკლები იყო, აი მაგრამ რომ დაჯილდოების ცერემონიალზე, როდესაც ყველაფერი უცნობი იყო, თვითონ ჟიურის კი უცნობი იყო ჩვენთვის მონაწილეებისთვის, აი დაჯილდოების ცერემონიალზე უფრო ნერვიულობა მოიმატა. საკუთარ ნაშრომებზე საუბარი რთულია, ასე ვთქვათ. და ალბათ კითხველმა უნდა გადაწყვიტოს დამძველი მიმსახურებდი თუ არა გამარჯვებულები და ფინალში მოხვედრას მაინც. ამ შემთხვევაში ცოტა ადვილია თქვენს შემოქმედებას საუბარი, იმიტომ რომ ელემენტარულად შეგიძლიათ ლექსად შესთავაზოთ ჩვენს მსმენელს, თუ კი ამის სურვილი გექნებათ, რა თქმა უნდა, მოგვიანებით. მოდით, როდესაც ვისაუბრებთ თქვენს ნამუშევრებზე, მე ეკას ვთხოვ, რომ პატარა შეფასებები გაუკეთოს ხომ ამ ბავშვებს და მათ ნამუშევრებს, რა თქმა უნდა, ემახსოვრება დარწმუნებული ვარ, მაგრამ სმენელი გველოდება. კი ბატონო. მას მოусმინოთ და შემდეგ განვაგრძელოთ. დილამშვიდობისა. აია, დილამშვიდობისა. მინდა მიულოცო ამ შესანიშნავ სკოლას ეს არაჩვეულებრივი კონკურსის დაარსება და უსურო რა თქმა უნდა წარმატებები. მე გახლავართ ლიტერატურულ ჟურნალ ანეულის ლიტერატურული გაერთიანების წევრი ლეილა ქიტოშვილი სათხუციშვილი და გვარს იმიტომ ვამბობ ჩემსას იმიტომ ვასახელებ რომ მე მინდა ლიზი ბუდაღაშვილს მიულოცო კიდევ ახალი გამარჯვება რომლის ნაწარმოებებით შესანიშნავი მოთხრობები და ჩანახატები დაიბეჭდა ჩვენ ჟურნალში. და იგი არა მარტო არაჩვეულებრივი მუსიკოსია და მშვენივრად უკრავს ფორტეპიანოზე, არამედ წერს არაჩვეულებრივად და არის ძალიან ნიჭიერი გოგონა. მას და ყველა დანარჩენს, ყველას ულოცავ. ძალიან დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი კონკურსის დაარსება. დიდი მადლობა ყურადღების. მე გემადლიერებით ამ ზარისთვის, იმიტომ რომ სტუდიაში შემოსვლამდე კაკი მიხსნი და ლიზისთან დაკავშირებით კიდევ ერთ საინტერესო ფაქტი ახსენა. არ ვიცი თუ გექნებათ სურვილი თავებძანეთ კაკი და რაც შეეხება ინსტრუმენტს ლიზი არ ვიცი. როგორც გუშინდელი საღამო იყო ესეთი მილად იმპროვიზებული, არასრულად, მაგრამ მაინც ბუნებრივი ასე იქნებოდა. ჩვენ ინსტრუმენტი გვაქვს შესანიშნავი სტუდიაში, შეგიძლიათ ჩვენი საუბრის ბოლოს, ან როცა სურვილი გაგიჩნდება, გადაინაცვლო და შეგვისრულო. მოდით, ჩვენ დავითს ვსაუბრობდით და დავითი ცხოვრობს ბათუმში, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლე გახლავთ და პოეტური ნაწარმოები, საუკეთესო პოეტური ნაწარმოები სწორედ ამ ნომინაციაში გაიმარჯვა და პირველი ადგილი აიღო.
რა ემოცია ქონდა? აი თავიდან მოდი ცოტას მევიტყვი. შიდა სამზარეულო უნდა გავამხილო. ამ დაჯილდოებას ქონდა ასეთი ინტრიგა კულმინაცია, რომ ორი გამარჯვებული ნომინაციით საუკეთესო პროზაული და საუკეთესო პოეტური ნაწარმოები მოვიტოვეთ რა თქმა უნდა საფინალედ, რომ ეს ყოფილიყო კულმინაცია ჩვენი შეხვედრისა. და სადაც გამოცხადდა აი ამ ნომინაციის ფინალისტები და არ დასახელდა რა თქმა უნდა ჩვენი დავითი გაიხურა კარი და გადიოდა. მართლა დროებით გავიდა. რაღაცას მაიცელოდა. რაღაცა და ისე დანარჩენი გაგრძელდა. დიახ, ნერვიულობა. სად მიდიოდი დავით? უბრალოდ გავედი დაცხა იქ. თათ ნერვიულობაც მოიმატა, მაგრამ მალევე დავბრუნდი უკან. დაველოდე, იმიტომ რომ იქიდან ისე არ წავიდოდი, რომ თუნდაც გურამ დოჩანაშვილს არ ჩავხუტებოდი. ეს მართლა საოცარია. საჩუქარი როცა გამოაცხადეს ჩემი სახელი, მართლა მოულოდნელის კი იყო ალბათ. მაგრამ მაინც სადღაც გულის კუნჭულში ელოდებოდი, ხო? კარგით, გადავიდეთ ლიზისთან, გავიცნოთ, რომელიც პრინციპში ჩვენ მომსმენელმა უკვე მისი საინტერესო ნაწილი გაგვაცნო, თუმცა მუსიკასთანაც ახლოს ყოფილა, მაგრამ ამ შემთხვევაში ლიზი, როგორც საუკეთესო პროზაულის ნაწარმოები მესამე ადგილი აიღო ამ კონკრეტულ პრემია. მოკლედ ეს კონკრეტული პრემია მიიღო. რა იყო? თუ შეგიძლია რომ გითხრა ამის შესახებ, რა დაწერა? მოგესალმებით. ანუ ამ კონკურსის შესახებ გავიგე პოსტერის შესახებ პოსტერიდან რომელიც გამოკრული იყო ჩვენ სამხატვრო სკოლაში და თავიდან გამოვაგზავნე ნაწარმოებები როგორც პოეზიაში ასევე პროზაში. რამდენიმე ნაწარმოები მქონდა გამოგზავნილი, პატარ-პატარა მინიატურები, როგორც იყო მაგალითად მზის შვილები, ბოშა და სხვა მინიატურები და ნერვიულობდი დასაწყისში ნაკლებად. რომ აი გუშინდელ ცერემონიალზე, რა ვიცი, ვინმე რომ თქვას რომ არ ნერვიულობდიო, მგონია რომ ცოტა მოიტყუება, იმიტომ რომ ესეც საღამოებზე ნერვიულობა თავისთავად ბუნებრივი მოვლენა. ამ დროს და მონაწილეები მით უფრო. პაკო ამირან-სიმონიშვილის შესახებ ნაკლები ინფორმაცია მქონდა და როგორც დავითმა ახსენა, ძალიან გამიხარდა რომ გავიცანი ესეთი არაჩვეულებრივი მთარგმნელი, პოეტი და ზოგადად ესეთი ძალიან საყვარელი ადამიანი. და ცუდია რომ არ ვიცნობდი. რაც შეეხება, რა ვიცი, ერთი მინდა კითხო ლიზე აუცილებლად. მზის შვილებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა პირადად ჩემზე. და თუ შეგიძლია მოკლედ, ძალიან მოკლედ ვთქვათ ამ მოთხრობის შინაარსს და ისიც მითხარი, ეს ასეთი ადამიანები ბევრი გეგულება არიან შენს გარშემო, მზეებად რომ აღიქვა ამ თემატიკას ვხვდები. ეს მზის შვილები შედარებით ახალია, გამოგზავნამდე ერთი დღით ადრე დაიწერა. არის ადამიანზე, რომელიც ცხოვრობს სოფელში, სადაც არ არის მზე, მაგრამ ეს ადამიანი მათ ჰყავთ როგორც მზე და ისინი ამ ადამიანით საზრდოობენ. და შემდეგ ანუ ერთ-ერთი თანასოფლელი წავა ქალაქში ჩამოიტანს ყვითელ ბურთს, რომელსაც ეს მოსახლეობა დაკიდებს ხელს და უყურებს როგორც მზეს და ამ დროს ისინი ივიწყებენ ადამიანს, რომელიც მათ ასაზრდოებდა და რომლის თვალებშიც ისინი ხედავდნენ სითბოს და ზამთარშიც რომ მითბებოდნენ. და შემდეგ ანუ ხდება ცოტა სხვა ღირებულებების გადაფასება, შემდეგ ისე ვიბრუნებენ და ბოლოს მოკლედ თვითონ მკითხველმა ნახოს როგორც არის, მაგრამ ამ ნაწარმოების თავარი აზრი ის არის, რომ ესეთი ადამიანები ნამდვილად იშვიათია და დასაფასებელი. და ჩემი აზრით თითოეული ადამიანი საკუთარ მზეს ატარებს და ზოგადად ეს მზე არის სიყვარული და სიყვარული არის ღმერთი, რომელიც გვჭირდება ნამდვილად. აუცილებლად. თქვენ ახსენეთ მკითხველმა თავად განსაჭესო და ბუნებრივი ამ ეტაპზე ჟიურის წევრების გარდა თქვენი ნაშრომები ნაკლებად თუ ვინმეს აქვს საკითხული, მაგრამ ამის გამოსწორება თავისუფლად შეიძლება დაიბეჭდება რამდენადაც. თავისთავად ეს თავიდანვე, როდესაც გაჩნდა ეს კონკურსის იდეა, და ამ კონკურსის მიმდინარეობამ და ამდენმა არაჩვეულებრივ ნაწარმოებმა კიდევ ერთხელ დაგვიზდასტურა ის მოსაზრება, რასაც თავიდანვე ვაპირებდით, რომ შემოდგომაზე ჩვენ ვაპირებთ რაღაც კრებულიას ან ალმანახის ტიპის წიგნის გამოშვებას, სადაც ყველა ის ნაწარმოები, ანუ არა მარტო ვთქვათ პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასული ვთქვათ ბავშვების შემოქმედება, არამედ ყველა ის ნაწარმოები, რომელიც ჟიურის თვალსაზრისით
იმსახურებს აი ამ კრებულში მოხვედრას, ანუ იყო აღნიშნის ღირსი მოხდება ამ კრებულში, ეს დაიბეჭდება გამოვა შემოდგომაზე, ხა ზუსტად ჯერ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ თავის დროზე ალბათ შეგატყობინებთ თქვენი ეთერითაც ვისარგებლებთ ალბათ ამ თურნებას დაგვრთავთ. სიამოვნებით. დღეს ბევრი მადლობა გვაქვს კაკი სათქმელი ჩვენ და აი მე ახლა სტუდიაში ვთხოვე ჩვენს მეგობრებს მოეტანათ პრემია ამირანის მთავარი პრიზი, რომელსაც ქვია ვერცხლის შროშანი და რომლის ავტორიც არის მოქანდაკე პაატა გიგაური. მადლობა გადაუხადოთ მას, იმიტომ რომ ესეთი სრულყოფილი ხელოვნების ნიმუში შექმნა იმ ტიპის სარეზერვო. ერთი ეკუთვნის დავითს, მეორე ეკუთვნის სალომეს და სალომეც უნდა გავიცნოთ აუცილებლად, თუმცა ეს ვერცხლის შროშანი შეგიძლიათ თქვენც ნახოთ ძირფასო რადიო მსმენელებო, რადიო 1.j-ზე თუ შეგბრძანდებით, კადრში დაინახავთ აუცილებლად ამ ჯილდოს, რომელიც ჩვენმა სტუმრებმა მიიღეს. წარმოგიდგენთ ახლა სალომე ბარბაქაძეს, რომელიც მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლე გახლავთ და საუკეთესო პროზაული ნაწარმოები ამ ნომინაციაში მან აიღო პირველი ადგილი, გილოცავთ პირველ რიგში. ეკა გუშინდელი ეიფორიის ნამდვილად შლეიფი გამომყვა აშკარად, იმიტომ რომ ჩვენთვის ჟიურის წევრებისთვის იყო განსაკუთრებულად დიდი მოლოდინი გუშინდელის აღამოს, გუშინაც აღნიშნეთ და ჩვენი მსმენელისთვისაც ვიმეორებ, იმიტომ რომ კონკურსი წარიმართა სრული წესების სრულად დაცვით, როგორც უნდა ყოფილიყო, იყო ანონიმური თქვენთან ურთიერთობა, ჩაშიფრულ ტექსტებს ვკითხულობდით და ჩვენთვის მიმანიშნებელი იყო ანის ნუმერაცია, რომელიც თან ახდა, ან რომ გავჯერდებოდით, გავატარებდით გულში და ტვინში ამ თქვენს ნაშრომებს, ვიკრიბებოდით ყოველ ორშაბათს და იწყებოდა მსჯელობა, იცით რომ აი სალომეს შემთხვევაში როგორ მოხდა? რომელი აი დუმფარები ეს ნაწარმოების ნაწარმოები კი მიხარ წარმოგვიდგეთ ამ ბავშვებს ხო ისე ყურში ისე მეხამუშება სალომე ლიზი და სხვა სახელებით ანუ მათი ნაწარმოების სახელებით ვიცნობ ლიზი ბოშა სალომე დუმფარები ალბათ დუმფარი თქოს თქვენი ნაშრომის შესახებ მოგვახსენოთ იმიტომ რომ დუმფარები უკვე თქვა ჟიურის წევრებმაც რომ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა რაზეა ჩვენს გითხარი ამის თქმა ძნელია ხო მაგით ის არ გითხრა უნდა წაიკითხო და მიხვდები აი თამარი საქმელი რა ქონდა ის გითხარით ორი თვე ვიმუშავე მართლა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სანამ წერას დავიწყებდი ძალიან ბევრი ვიფიქრე მანამდე მწიფდებოდა და თვითონ დუმფარებიანი გუფურა იყო კულმინაცია და ორი თვე წერდი და ბოლოს 31 აპრილს 6 საათი არ იყო ბოლოვა და გადმოგზავნეს და გადავაგზავნე იმ ბოლო წამებში უკვე. წუთები რომ აკლია ხო? დიახ, გადავაგზავნე და ეხლა გამონაკლისი არ ეყავე მე და კითხემთ რომ კონკურსის ესე იგი როდესაც ჩვენ დედლაინი ქონდა ბოლო დღეებში საკმაოდ ნერვიულობდით კიდევაც, იმიტომ რომ დაახლოებით 80-მდე ავტორი ყავდა. და ნუ ვიფიქრეთ, კი ბატონო 80 ავტორი ხო ცუდია არ არის, მაგრამ მაინც რატომ არ მეტი რატომ არა. და აი ბოლო 3 დღეში უცბად ესე იგი იმეილს რო ხსნიდით და დღეში 100-200 200-მდე იმეილი იყო, ასე მოგვექცნენ სასტიკად. და თქვენ კეთილად მოიქცეთ და მაინც ჩარჩეთ. არა, ნუ თავისთავად ჩავხდეთ უბრალოდ ეს ორგანიზაციული თვალსაზრისით ცოტა ძნელია, იმიტომ რომ ესე იგი როგორც ეხლა ეგ აღნიშნა, ესე იგი ჩვენ ესე იგი ძალიან ჟიურის წევრებიც ასე თქვა ანონიმურად გასაიდუმლოებული ყავდა. ამ ბავშვებს ნაწარმოებებს სახელმწიფოს გვაქვს ყველას რაღაც უნიკალური ნომერი ქონდა მინიჭებული და ამ ბოლო დღეებში მოკლედ ძალიან გვანერვებს ბოდიში შეგაწყვეტინე და დააგრძელე მეც გაგაწყვეტინება არაფერს არ შემიძლია თქვა იქ საორგანიზაციო საკითხები აღინიშნა და მე მინდა თავად ამ კონკურსის გამართულ წყობაზე განსაკუთრებულად აი ამ ნიშნულს გავუსვა ხაზი, იმიტომ რომ თვითონ ქალბატონ ნინო რამიშვილს მინდა გამორჩეულად მადლობა გადაუხადო. მართლაც ძნელი იყო. ერთი იყო ჟიურის წევრების მიერ შერჩეული და პრიორიტეტ მინიჭებული ნაშრომები, მაგრამ ქალბატონმა ნინომ მართლაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ არც ერთი ბავშვის ნიჭიერება, თუნდაც ერთი ფრაზით და ერთი სიტყვით გამოხატული დაკარგულიყო. და შემდეგ ისე რომ არ დარღვეულა კონკურსის წესდება, არც ერთი ნიჭიერი ბავშვი არ დარჩენილა საჩუქრისა და პრიზის გარეშე და ეს მართლა
მართლაც დიდი ბედნიერება იყო. იმიტომ შედეგად მივიღეთ ორჯერ მეტი გამარჯვებული საბოლოო ჯამში, რაც თავიდან მქონდა გათვალისწინებული იმაზე მეტი. ერთადერთი უდნავ განსხვავებული მცირე რაოდენობით შემოვიდა ნაშრომები თარგმანში და ჩვენ გუშინ საღამოსაც აღნიშნეთ ბატონ მანდრო ბუაჩიძემ მაჟურის წევრი გახდათ. ეს ობიექტურადაც იხსნება თავისთავად ცხადია მათ ასაკში გაცილებით მეტი გამოცდილება სჭირდება ადამიანს და დამოკიდებულება თარგმანის. კი ბატონო, შენ თქვი რომ არ დაიჩაგრა არც ერთი ნიჭიერი ბავშვიო სწორედ ამ კონკურსზე და ჩვენც არ დავჩაგროთ ჩვენ ნიჭიერი ბავშვი ეკახითარიშვილმა გუშინ ჩვენმა კორესპონდენტმა ჩაწერა ინტერვიუ, მათი ემოციები გაიზიარა, მივიდა მე-6 სკოლაში და თუ როგორ ნერვიულობდნენ ამ ყველაფერს დაესწრო და ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს შევთავაზოთ. კი ბატონო, ეს შევთავაზოთ, ოღონდ აქ კიდევ ერთი ხაზგასმით ერთი მინიშნება. ჩვენ თქვით რომ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ გუშინ ფინალისტები და ბუნებრივია მათ სჭირდებოდათ ყურადღება, მათ სჭირდებოდათ მთელი დღის გატარება სადმე მყუდრო და სასიამოვნო გარემოში და ეს გარემო იყო მათთვის მე-6 საჯარო სკოლა, უკაცრავად საავტორო სკოლა, რომელმაც არამხოლოდ დააბინავა და მოასვენა ეს ბავშვები ფინალამდე, ანუ საღამომდე. მოუწყო შეხვედრები, უამრავი საინტერესო ადამიანი მიიყვანეს სკოლაში ორგანიზატორებმა და პრაქტიკულად ჩვენ ეს ბავშვები დაგვხვდნენ უკვე ისეთი ამაღლებულები და საზეიმო განწყობით და ისეთი მოშინაურებულები, რომ საკმარისი ამიტომ ჩაიარა ძალიან კარგად. ნახოთ ეს სიტუაცია როგორ მზადდებოდა ფინალი, ნახოთ. თუ სკოლის მოსწავლე ხარ, წერა გიყვართ და შემოქმედებითი ნიჭით ხართ დაჯილდოებული, მაშინ ლიტერატურული პრემია ამირანი თქვენს გიმასპინძლებთ. ოღონდ ამჯერად მეორე სეზონზე. მე-6 საავტორო სკოლის ინიციატივით ქართველი პოეტის, თარგმნელის და პედაგოგის პაკო ამირან სვიმონიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია ამირანი დაარსდა, რომლის მიზანი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი პიროვნული და შემოქმედებითი წინსვლის მხარდაჭერა. სწორედ ამ კონკურსმა 29 ფინალისტი გამოავლინა. მაია გოგოლაძე, პრემია ამირანის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. მე-6 საავტორო სკოლის ინიციატივით წელს დაფუძნდა საკმაყოფილო ლიტერატურული პრემია ამირანი, რომლის მიზანი არის გამოავლინო შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდები, ახალგაზრდები და შემდეგ ხელი შეუწყოს მათ, ესე ვთქვათ, წინსვლას. პირველი წლისთვის ჩვენ ვფიქრობთ, ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, იმიტომ რომ 600-ზე მეტი ავტორის ათასობით ნამუშევარი შემოვიდა. 3 ნომინაციაში გამოცხადდა კონკურსი. ეს იყო პროზა, პოეზია და თარგმანი. და წელს ფინალში გავიდა 29 მონაწილე 3-ვე ნომინაციაში და 2-ვე ასაკობრივ კატეგორიაში. ყველა ფინალისტის გახდებიან ისინი თუ ვერ გახდებიან პრემია ამირანის მფლობელები. ყველას გამოვაქვეყნებთ სპეციალურ ალმანახში და ეს იქნება მომავალი წლის, ესე ვთქვათ, სამუშაო. ბავშვებმა თავიანთი ნამუშევრები პიკის საათის მსმენელებსაც გააცნეს. მე ვარ ვიკა მირიანაშვილი, 17 წლის, თელავიდან. მე ვთარგმნე ნატურის ხე გიორგი ლევანძის გერმანულ ენაზე. ძალიან მომეწონა თვითონ ეს მუშაობის პროცესი, ზოგადად დიდ სიამოვნებას მანიჭებს წერა, თარგმნა და როდესაც გავიგე რომ ფინალისტი ვიყავი, ეს რა თქმა უნდა უდიდესი სიხარული იყო ჩემთვის, უდიდესი პატივია ჩემთვის აქ ყოფნა. მე ვარ ნინო მომლაძე, 17 წლის და ვსწავლობ 171 საჯარო სკოლაში. ეს არის კაცზე, ხატვარზე, ხელოვანზე, რომელიც არის დაშრეტილი, არის გამოფიტული, არის მის ცხოვრების, ასე ვთქვათ, ბოლო ამოსუნთქვაზე ეს მოთხრობა, როცა იგი უეცრად გადის ხელოვნების მწვერვალზე და იბრუნებს იმას, რაზეც ოცნებობდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. იგი გრძნობს ხელოვნების მაგიურ ძალას და ის არის ჩემი მაგიური თეატრის კაპიტანი, როგორც მე დავწერე. მე ვარ ივანე მახაური, 13 წლის, შავიდან. ძირითადად წერ ბუნებაზე და ცხოველებს. მოაშინა ურემგელი, როგორც შევღვიმე, ილოცამ მგელს ჯოგები რომ მოხავდა. წმინდა მამების დავალებით. და მე რა მწყემს რო გახდა ეს მგელი, მაგას დავწერე მეც. მე ვარ დაჩი მეჯიდოვი, გურიიდან, სოფელი ნაწანებიდან ვარ 18 წლის. მეც გავაგზავნე და შემდეგ მომდის ნაბა რომ მე მოვხდი ფინალში და ჩემი საკონკურსო ნაწარმოები გამორჩა ძალიან ფილოსოფიურობით და ადამიანის ფსიქოლოგია არის მასში ასახული. ამ ნაწარმოებს ქვია ჩემი ცხოვრების ხომალდი. ბადრე გუჯავა, სამაგრებოდან, წერდი და მქონდა მინიატურათა სისტემა, ავიღე და გამოვაგზავნე. გზაზე ერთი თავის ქალა მიგორავდა, ასე ქვია. ჩვენი ცნობიერების კრიტიკაზეა დამყარებული და ეს კრიტიკა უფრო გაბზარული სარკის ვარიანტია, ვიდრე მამხილებელი და რაღაც მძიმე ტონი. ციალა ჯობავა, სწავლობ
ვსწავლობ რეჩხის საშუალო სკოლაში, ვარ აფხაზეთიდან. გამოვაგზავნე თემა ზღვარი თავისუფლებასა და მონობას შორის. თემაში გამოვხატე ყველა ის ადგილარი, რაც ჩემი თაობის ბავშვებს აქვთ. 15 წელი ასეთ გარემოში, როცა იზრდებ, მე გავიარე ენგურის ხიდით, როცა დავამთავრე 14, რა თქმა უნდა, გავიარე ნაბაკების შავი გზები, ვიღაცის ყანები, თხილნარები, დინარეები და აუცილებლად როცა მოგეცემა შანსი, უნდა დაწერო ისეთი რამ, რომ დააფიქრო ძალიან ბევრი ადამიანი. ერთ-ერთი სტრიქონი არის ასეთი, რომ აფხაზეთი და საქართველოს საზღვარი არ უნდა იზომებოდეს რუსეთის ჩექმით. დავანახე ხალხს, რომ ზღვარი მონობასა და თავისუფლებას შორის გადის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებზე და როგორ მოიქცევიან, როგორ გაიგებენ და როგორ შეიცნობენ და მიხედავენ ამ პრობლემას. ნაბრუნით პირდაპირ ეთერში და ისწორედ ასე ემზადებოდნენ ფინალისტვის მონაწილეები. ეკა ხითარიშვილმა მოგუმზადა სიუჟეტი და ჩვენ სალომე ცოტა დავჩაგრეთ ცოტა და ამიტომ სალომეს დუმფარებზე მაინც ვერ მოგასწრებით საუბარი, მაგრამ აი მაინც რაღაცას რომ წერ ყოველთვის გაქვს რაღაც სათქმელი, ხომ? დარწმუნებული ვარ, რაღაცა გინდა, თუნდაც შენ თანატოლებს, თუნდაც უფროსებს უთხრა, თუნდაც პროტესტი გამოხატო. აი შენ შემთხვევაში რა არის? აი ძალიან მოკლედ რომ მითხრა ძირითადი სათქმელი, თუ გაქვს აი ესე. ძალიან ნერვიულობდი ამ კითხვაზე, რომ გითხრა რომ თავარი სათქმელი რა არის. მოდით მე უცბად პატარა შინაარს მოგყვებით და ხვდებით. ესე იგი ჯერ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ წაუმძღვარე ეპიგრაფი ლაოძის დაოდეძინიდან ცადამი რადარი რადარიან ცადამიწა მარადილნი თავიანთვის არ არსებობენ აი რადარიან მარადილნი და ეს არის მეეზოვეზე რომელიც მონეს დუმფარებიანი გუბურს ასლებს აკეთებს უნდა რომ თავის ბაყაყების შემოსვას დუმფარებზე და ამით ასე ვთქვათ ეს ნახატი საკუთარი გახადოს მაგრამ ისე მოკვდება რომ არ გააკეთებს ამას და 130 ასლს დატოვებს და წარმოიდგინეთ რომ 3 დღეა დარჩენილი სამყაროს აღსასრულამდე ჯერ მარტო ამას როგორ დაადგენენ და სამართლოს კარზე გამოაკრავენ რომ ადამიანობა შევიკრიბოთ რაც თავარია დასწრება ფასიანია და მუშები ამ ადამიანების გარშემო აგებენ თავზე გუმბათს და როდესაც უკვე ბოლო მონაკვეთი ცის ბოლო მონაკვეთსაც მეტალი დაფარავს იწყება აპოკალიფსი ამ გუმბათის ქვეშ გადადიან ადამიანები ერთმანეთზე იქ და ისინი სანამ დაბნელდებოდა და სანამ უკანასკნელი წამი დადგებოდა კითხულობდნენ ლექსებს, მოთხრობებს, გამოაგორებდნენ მონალიზას, რომ შემოქმედებას რომ გადაერჩინათ თითქოს აი მათი ეს ხო ყველა კითხვაზე რომ გაიცოთ და წავიკითხოთ თავიდან ბოლომდე გულით, სულით და ჩავწდეთ ჩვენ თვითონ ხო არის ასე და როდესაც გამოვა ალმანახი აუცილებლად მივხვდი ახლა რატომ იყო რთული ამ კითხვაზე და გარდა ალმანახისა საუკეთესო ნაწარმოებები ჟურნალ ცისკარშიც დაიბეჭდება და გვექნება ჩვენ ამის საშუალება ვიხილოთ. დავითი ალბათ რითმებით დაგვემშვიდობება არ ვიცი თანად გადაწყვეტას და ჩვენი ბოშა ლიზი როგორ დაგვემშვიდობება კი ვიცი უკვე იმიტომ რომ ინსტრუმენტთან მოთავსდა. წავიკითხავ ლექს, რომელიც ეძღვნება ჩემს მეგობარს. უზილობისგან ღამეებსაც დაედო მტვერი, თქვენს დედამიწა დაბერდაო ნაოჭებს შორის. საქართველო ამიტომაც შენი სეუმღერი, მხარი მხარს ერთად ადვილია ატანად ქორის. ბერწოსნებებსაც აღარ უჩანს თავი და ბოლო, შენ ყველა თუნდ მკვდარი მეც მაინც ილექავ გულში, დაპირჯვრის წერას ჩემი მხრებით ამთავრებ მხოლოდ. სანაპიროსთან ჩვენ ორნი რომ ვისხედით გუშინ იქ შორიახლოს სხვა მდინარეს ნერწყვივით ყლაპავს ვარსკვლავებით რომ მივაჭედეთ საზეზე მახსოვს საქანელადან გადმოვარდნილ წლებს ურდი ღაბავს წლებს ისევ ჩვენი ხელებით და თითებით ნაქსოვს შეუდგი მხრები ჰაერსა და სიმძიმეს სივრცის მიათრევ ზურგით არ გინდა რომ მიაკლდე ოჯახს სამშობლოს ხალხს და 1000 კიდევ არავინ იცის რამდენი თქმული სმენა გიწევს სიჩუმე გბოჭავს ღრუბლებსაც უკვე დრო არ აქვს ჰაერის ხეჭვის სიცარიელის შესავსებად ერთმანეთს ჩუქნით სიტყვებს და ვიცი ერთი დოზის ტკივილი გვეწვის რომ საქარს მიაქვს რთველი კიდე გადახნეს გუთნით არ გვინდა ძილი ღამეებსაც დაედოს მტვერი დედამიწა რომ გადაბერდეს ნაოჭებს შორის ჩვენ საქართველოს ვიტოვებთ და ჩვენი სეუმღერით მხარი მხარს ერთად ადვილია ატანად ქორის
ივანიშვილის შესრულებასთან ერთად ვასრულებთ ჩვენ პიკისაც და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობდით საყმაწვილო ლიტერატურულ პრემიაზე ამირანი, მისი გამარჯვებულები, მისი იდეის ავტორი, ორგანიზატორი, ჟიურის წევრი ყველა პირდაპირ ეთერში იყო და სწორედ მათთან ერთად უნდა დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა. შეგახსენებთ, რომ დღეს ორშაბათია, 1 ივნისი და ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. გემშვიდობებით ხვალამდე.